საქართველოს კიდევ ერთი აღიარება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ვაშინგტონში მიიღეს. ნინი ჩუბენიძე დეტალებით. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ისტორიული აღიარება 2026 წელს საქართველოს მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი იქნება. გადაწყვეტილება ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, რომელსაც ორგანიზაციის ყველა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ ამ პერიოდში გვაქვს მიღებული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის კარგი გამოცდილებაა და ჩვენ ამ საერთაშორისო პლატფორმებზე, როდესაც მონაწილეობთ სხვადასხვა დონის კონფერენციებში, ყოველთვის წარვადგენთ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, კანონის აღსრულება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ეს ის ძირითადი კრიტერიუმები არის, გამოც 90-მდე ქვეყანამ საქართველოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 2026 წელს საქართველოს ჩატარდება შესაბამისი ღონისძიება და 90-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება მოწვეული და შეუერთდება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ახალ სტანდარტს, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მომხმარებლების უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ასეთი აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტზე. პრეზიდენტობის პერიოდში სააგენტო წევრ ქვეყნებთან ერთად გლობალური სტანდარტების შემუშავებაზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ციფრულ ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაზე იმუშავებს. მომხმარებელს, რომლის უფლებებიც დაირღვა, ან უხარისხო პროდუქტი შეიძინა, ან ის სერვისი ვერ მიიღო, რაშიც თანხა გადაიხადა, შეუძლია მიმართოს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ ძალიან მყისიერად სააგენტოს. სადაც არ არის საჭირო დამატებითი ფინანსები, არ არის საჭირო ადვოკატის აყვანა, ეს არის მხოლოდ ბიზნესის დასჯა უფლებების დარღვევისთვის. პირველ რიგში ეს არის პრევენცია. მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს საქართველოს 2023 წლიდან შეუერთდა. 2022 წლიდან კი ორგანიზაციას ავსტრალიის, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები ხელმძღვანელობდნენ.